მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 555 დღეა, როგორც იცით, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან პროტესტში. თქვენ იცით, ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნები ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება ქვეყანაში, რადგან როგორც თქვენთვის ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს აღიარებული, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ამ არჩევნებზე დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, საყოველთაობის პრინციპი და არა მარტო საქართველოს მოსახლეობა ქართული ოცნების ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზეც არ აქვს ბოლომდე აღიარება. შესაბამისად, ეს ადამიანები იმყოფებიან პროტესტში და ეს პროტესტი არის უწყვეტი, უკვე 500 დღეზე მეტია, 555 დღეა როგორც ვიცი და იცით, რომ მოქალაქეები არ აპირებენ ამ პროტესტის შეწყვეტას მანამ, სანამ მათი განცხადებით ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, რადგან საპროტესტო აქციების პერიოდში თქვენ იცით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დააკავა არაერთი საპროტესტო აქციის მონაწილე, დაკავებულია მათ შორის ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ასევე სხვა პირები, სამოქალაქო აქტივისტები, პოეტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და ასე შემდეგ. შესაბამისად, მოქალაქეების პროტესტი არ წყდება და გრძელდება და თქვენ შეგიძლიათ, რომ ჩვენს ჩართვებში ამ პროცესებს თვალი მიადევნოთ. ასევე ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ გავესაუბროთ აქ ყოფ ადამიანებს ქალაქში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით და საერთაშორისო საკითხებთანაც დაკავშირებითაც, რადგანაც ეს პროცესები ბუნებრივია გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის მომავალზე და განვითარებაზე. ალბათ იცით, რომ ხვალ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც მნიშვნელოვანი არჩევნებია იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად ხვალინდელი არჩევნები გადაწყვეტს რა გზას აირჩევს სომხეთი დემოკრატიისა და ევროპის და განვითარების გზას თუ რუსეთი მოახერხებს თქვა თავისი გავლენების გაფართოებას ამ ქვეყანაშიც. პრინციპში ხვალინდელი არჩევნები ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, იმიტომ რომ რეალურად ნათელი გახდება თუ არა სამხრეთ კავკასიაში სომხეთი, ასე რომ თქვა, დასავლეთის დასაყრდენი და როგორი იქნება მისი, ასე რომ თქვათ, ევროპული ბრძოლა და ევროპული მომავალი. ჩვენ შევეცდებით, რომ აქ ყოფ ადამიანებს გავესაუბროთ თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით და მოგასმენინოთ მათი პოზიციები. აზა გაბუნიას ხედავ თავისუფლების მოედნიდან, აზა მოგესალმები. ჩვენს მაყურებელს ვესაუბრებით ცხადია იმ პროტესტზე, რომელიც 555 დღეა გრძელდება საქართველოს მასშტაბით, არა მარტო ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებშიც იმართება ეს აქციები. გარდა იმისა, რომ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გვინდა რომ თქვენი მოქალაქეების მოსაზრებებიც მოვისმინოთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ისეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება თუნდაც ჩვენ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ალბათ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზეც. ვიცით, რომ ხვალ სომხეთში არის მნიშვნელოვანი არჩევნები, ზოგმა თქვა, რომ ეს არის რეალურად გეოპოლიტიკური არჩევნები, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია, ასე რომ თქვათ, გახდება დასავლეთის ევროპის დასაყრდენი და დემოკრატიის დასაყრდენი ამ რეგიონში, თუ თქვათ, რუსეთი შეინარჩუნებს თავის გავლენას, ალბათ ეს არჩევნები გარკვეულწილად ამაზე იმოქმედებს. თქვენი შეფასება, თქვენი მოლოდინები როგორია და თუ კი მაგალითად ასე რომ თქვათ, დასავლეთის დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში სომხეთი გახდება და არა საქართველო, ეს რა შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის? საზიანო იქნება თუ თქვათ საქართველოს მომავლისთვისაც კარგი იქნება ეს? მივესალმები თქვენს მსმენელს. ცხადია, ხვალ მნიშვნელოვანი არჩევნებია სომხეთში, ჩვენ სამეზობლოში და ვუსურებ სომეხ ხალხს თავიანთი რჩეულის, ფაშინიანის გამარჯვებას
ჩვენ ნახეთ განცხადება ხო ფაშინიანის რამოდენიმე დღის წინ, როდესაც ის ამბობს, რომ იცით, რომ რუსეთი თავისი ძალიან დიდი დელეგაციით არის წარმოდგენილი სომხეთში, 100,000 კაცის გამოგზავნას აპირებს. გამოგზავნა, რომელიც ცდილობს მოახდინოს გავლენები, ცხადია და ჩაერიოს სომხეთის არჩევნებში, ისევე როგორც ერეო და სადაც ჩაერია საქართველოს არჩევნებში და მან ფაშინიანის განცხადება, რომ კარგია რომ ხართ აქ, იმიტომ რომ თქვენ ეზიარეთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და ნახეთ რა არის გემო თავისუფლების და დამოუკიდებლობის. სწორედ ამისთვის იბრძვის ფაშინიანი სომხეთში და იმედს ვიტოვებ, რომ ეს მისი გამარჯვებით დასრულდება ხვალინდელი არჩევნები, რაც ნიშნავს იმას, რომ გადათამაშდება გეოპოლიტიკურად ვითარება სამხრეთ კავკასიაში და რაც ნიშნავს იმას, რომ ფაშინიანი გააგრძელებს დასავლეთთან, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობას და ეს იქნება რაც ხადია სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე საქართველოსთვისაც, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ჩვენ ამ ურთიერთობას, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობას გავამყარებთ და კურსს არ ავიღებთ და ბოლომდე არ მიუმართავთ რუსეთისკენ. რაც შეეხება ბევრს აქ მაგალითად განცდა, რომ ბევრი შეფასებები მოვისმინე მაგალითად, რომ საქართველოს გარეშე სომხეთს მაინც გაუჭირდება ევროკავშირში გაწევრიანება. ეს გარკვეულწილად ფაშინიანმაც მიანიშნა, ხო, რომ საქართველოსკენ გამავალი გზა არის ჩვენ ევროპისკენო, მაგრამ საკენკი, რომელსაც ქართული ოცნება თავის ამომრჩევას და მოსახლეობას უყრის, არ ჭირდება სომხეთს საქართველოს მხარდაჭერა იმისთვის, რომ იყოს ევროკავშირში და კონდეს ძლიერი პარტნიორები და ყავდეს ძლიერი პარტნიორები, ხო, ევროპაში თუ დასავლეთში. რაც შეეხება სუვერენიტეტს, რომელზეც ქართული სახელმწიფო ლაპარაკობდა, ყოველთვის ეშლებათ იმის თქმა, სუვერენიტეტი ნიშნავს ყავდეს ძლიერი პარტნიორები, ძლიერი სამეგობრო და რა თქმა უნდა ამყარებდეს შენს ეროვნულობას და შენს სუვერენიტეტს. ამას ნიშნავს სუვერენიტეტის დაცვა და ამას ნიშნავს გაძლიერება. ამისკენ მიუთვის სომხეთი დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ სომეხი ხალხი გააკეთებს ძალიან ღირსეულ არჩევანს და ვილოცავ მე სომეხ ხალხს წინასწარ და ვისურვებ, რომ საქართველოშიც ძალიან მალე ისეთივე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და ხალხი ისევე დადგეს ფეხზე, როგორც დგას დღეს სომხეთში და ხედავთ, ხო? ობახიძე და ქართული ოცნება სულ აპელირებდა ეკონომიკაზე, რომ ჩვენ ეკონომიკური შემოსავლები გაგვეზარდა უკრაინაში ომის მიუხედავად და ასე შემდეგ და არაერთი გამოძიება, არაერთ ფაქტს წავაწყდით, როდესაც ხო რუსული გავლენები აქ ეკონომიკური გავლენები გაძლიერდა, ხო და არაერთი დასანქცირებულმა კომპანიამ შემოაღწია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მაშინ როცა სომხეთი ამბობს, რომ ჩვენ არც მარწყვლზე და არც პომიდორზე ჩვენ სუვერენიტეტს არ გავცვლით. ასეთია მიდგომა, ანუ უფრო ღირსეული მიდგომა, ხო, რომ ეკონომიკა კი არ არის მნიშვნელოვანი, ანუ სუვერენიტეტიო, რასაც საპირისპიროდ ვისმენთ ჩვენ. ეგ ქართული ხალხური გამონათქვამითაც რო ვთქვათ, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს, იმიტომ რომ დღეს ისინი ამით ღებულობენ სარგებელს და საზოგადოებაშიც არის ეგ განცდები, რომ დღეს რაღაცნაირად აქვს განცდება ეკონომიკური თვალსაზრისით. ეხლა დღეს ბათუმშიც რო გაიაროთ აი მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, ბოსტნეულის მაღაზიებში ნახავთ ადამიანების განწყობებს, რომ უხარიათ, იმიტომ რომ რუსი მოქალაქეები მათ უხდის ცოტა უფრო მეტ თანხას ბოსტნეულში, ხილში, ბოსტანში და აქედან გამომდინარე მათ აქვთ განცდა, რომ მათ რაღაცა კეთილდღეობა შეიძინეს ამით, მაგრამ სინამდვილეში ეს რომ გადავთარგმნოთ რაში. იქედან აღებული თანხა, რომელსაც მოქალაქეები ვიღებენ, სამაგიეროდ ძალიან დიდ ნაწილს იხდიან მომსახურებაში, რომელსაც თავაზობენ რუსები, რომლის გამოც გაუძვლდათ, რუსების გამო გაუძვლდათ დღეს ქვეყანაში მას ძალიან ბევრი მომსახურების მიღება. ამის გადააზრება, რა თქმა უნდა, გააძვირეს სერვისი. ამის გარდა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ვნახეთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი დღეს ბათუმის მონაცემებით სხვაგან რომ არ წავიდეთ, ხედავთ როგორ ჩაიძირა. ხედავთ როგორ დაივყავა რუსეთის მოქალაქეებმა დღეს ყველა სივრცე. ჩამოგვართვეს და ხედავთ ხო აი რო გავიაროთ ბათუმის ნებისმიერ ქუჩაში, ჩვენ ვნახავთ, რომ ყველა მეორე ობიექტი არის მათი.
ყველა მეორე ობიექტში აქვს მომსახურების სფეროები გახსნილი. ყველა მეორე ობიექტში არის კაფეები, რესტორნები, სალონები, სტუდიები, სასწავლებლები, სკოლები და ეს თანხები კიდევ ერთხელ მინდა უთხრა მოქალაქეებს, არ გეგონოთ რომ ჩვენს ბიუჯეტში შემოდის. მათ აქვთ მიკროეკონომიკა და საკუთარი ხარჯები, საკუთარი შემოსავლები ისევ საკუთარ ბიუჯეტში, საკუთარ ჯიბეში მიდის. სამაგიეროდ ჩვენ გვიძვირდება ცხოვრება, ჩვენ გვიძვირდება პროდუქტები, ჩვენ გვიძვირდება ელექტროენერგია. ანუ ჩვენი ცხოვრება ძვირდება და სხვა ქვეყნის მოქალაქეები ხელს ითხოვენ ჩვენზე. ამის გააზრება მოქალაქეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღევანდელი დღით მივიცხოვრობენ, შეხედონ სამომავლოდ რას გვიქადის ეს. გვიქადის ის, რომ ჩვენ გადავიწევთ მეორე პლანზე და ჩვენ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქეები იბოგინებენ. მით უმეტეს როცა 11-ში უკვე ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კიდე დააყენა ხო ევროკავშირმა და ამ რისკის ქვეშ ვართ რომ შეიძლება ესეც დაკარგოს საქართველოს ხო? უამრავი გამოწვევა, უამრავი რისკია ამისთვის და შეიძლება როცა თქვენს რომ სომხეთს მიცენ თავისუფალი მიმოსვლა, იქაც იქ გადავიდეს ეს სიკეთეებიც ხო? კი, ძალიან ბევრი ზიანი მიიღო ქართულმა ხალხმა უკვე აქამდე არსებული გატარებული რეფორმისგან, მათ შორის დასავლეთის მხრიდან რაღაცა მინიშნებით დაფრთხილებით, მაგრამ ადამიანები ჯერ კიდევ ძალიან დიდი ნაწილი ამას ვერ ხვდება. იმედს ვიტოვებ, რომ ადამიანებს კიდევ უფრო ფართოდ გაახელენ თვალს. რამოდენიმე დღის წინ მკითხულობდი ერთ-ერთ ნაწარმოებს, თუ ძალიან ბევრ დროს არ წაგართმევთ, აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა. ეს არის სარამაგოს, ჟორჟ სარამაგოს სიბრმავე. ერთ დღეს მთელს ქალაქში პანდემია მოხდება და ყველა დაბრმავდება ადამიანები. და გადარჩება მხოლოდ ერთი ადამიანი, ექიმის ცოლი, მეუღლე, რომელიც ხდება თვალხილული და ხედავს რა უბედურება დაატყდება ქალაქს. ხედავენ რომ არც კანონი ჩამოიშლება, სახელმწიფო ჩამოიშლება, ყველა სტრუქტურა განადგურდება, ერთმანეთის დაჭმას დაიწყებენ, პროდუქციები აღარ იქნება ქალაქში, დაბნელდება, ერთმანეთს მოკლავენ და ერთმანეთის ჭამაზე, გაუპატურებაზე და განადგურებაზე გადადის. და საბოლოო ჯამში რისი თქმა მინდა, ადამიანები იმ დროს ვერ ხედავენ, ანუ თვალხილული სიბრმავე ჭირთ ამ ადამიანებს. შეგვიძლია ალეგორიულად გადმოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, რომ ნუ იქნებით თვალღია სიბრმავეში. თვალი გაახილეთ უფრო ფართოდ, რომ დაინახოთ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება და რითმის საფრთხეს და ადამიანი, რომელიც დარჩა ამ ნაწარმოებში დაუბრმავებელი, ამბობს, რომ მერჩივნა დაუბრმავებულიყავი და ეს ყველაფერი არ მენახა, ეს იყო სასჯელი, რომ ჩემი თვალით ვნახე ყველა ის უბედურება, რაც თავს დაატყდა სამყაროს. იმედია საქართველოს მოქალაქეები არ აღმოჩნდებიან ამ მდგომარეობაში. ამიტომ უსურვებ ჩვენს მოქალაქეებს და ვთხოვ, რომ თვალი გაახილეთ უფრო ფართოდ და სანამ არ ახართ დაბრმავებულები, ხავს ნუ დაიბრმავოთ. მადლობა აზა. ქალბატონი, თქვენც გითხავთ, მოკლედ თქვენ 555 დღეა აქ ხართ და ითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, სინდის პატიმრების თავისუფლებას და ასე შემდეგ. როგორც აზას ვკითხეთ, თქვენც მინდა გკითხოთ მაგალითად, რა მოლოდინები გაქვთ? თუნდაც მეზობელ სომხეთში არჩევნებიდან რას ელოდებით და თუ კი გაიმარჯვებს სომხეთში დემოკრატია, ეს იქნება ჩვენთვის ალბათ კარგი, იმიტომ რომ მეზობელი სახელმწიფოა და უნებრივია, რაც უფრო მეტი დემოკრატია იქნება ჩვენს ირგვლივ, უკეთესი იქნება. მაგრამ რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ, თუ კი ქართული ოცნება არ შეიცვლის თავის რიტორიკას, უნდათ დასავლეთის მიმართ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ხო, რა მოლოდინები გაქვთ თქვენ და ხო, ამაზე რო გვიპასუხოთ კარგავს. იქიდან დავიწყე თქვენ კითხვებზე პასუხის გაცემას. ძალიან ბევრ დროს დაკარგავს საქართველოს მოსახლეობა და ეს არის ძალიან მტკივნეული ისედაც ვერ მოვასწარით სახელმწიფო ჩამოყალიბებას სრულად და ახლა უკვე ჩვენმა მთავრობამ დაგვაჩოხა რუსეთის წინაშე. ძალიან ძნელი იქნება ადგომა, ფერზე წამოდგომა. თუ კიდევ უფრო მეტი დრო დავაკარგინეთ ჩვენ ახალგაზრდობას. ვხედავთ უკვე რომ მასობრივად გადიან ახალგაზრდა ადამიანები, გაყავთ ბავშვები ქვეყნიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს ქართული სულისკვეთება
სრული ამ გაგებით ვერ იქნებათ, ვერ ჩამოყალიბდებათ საზღვარგარეთ, ენა დაავიწყდებათ, შიგნით ქვეყანაში რჩება ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანი, რომელიც ასევე ვერ აძლევს თავიანთ შვილებს განვითარების საშუალებას და სავალალო მდგომარეობაა ზოგადად. რაც შეეხება მეზობელ სომხეთს, უგულშემატკივრობ, რა თქმა უნდა, მივესალმები ფაშინიანის ძალიან მყინველ გადაწყვეტილებებს. მან შეძლო ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მე ვიცი პირადად მისთვისაც ძალიან ძნელი მისაღები იყო, მაგრამ ისტორიული განვითარებისთვის ეს იყო აუცილებელი. მე ძალიან ბევრი სომეხი ამხანაგი მყავდა ახალგაზრდობაშიც, ახლაც მაქვს ზოგიერთთან კავშირი. ვიცი რომ ბევრი გმობს ძალიან ბევრი მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს აუცილებელი იყო თუნდაც იმ კონფლიქტის ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯან მეზობელ აზერბაიჯანთან ურთიერთობის დალაგება და თუმცა მისი ევროპული გზა ალბათ ჩვენ დახეთ გუშინდელი შეხვედრა ხო აი ქალაქის თავარ მოედანზე ეს იმას ნიშნავს რომ სომეხ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია და მეტი ევროპა და სომხეთის ევროპისკენ სვლა მთელი რეგიონისთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მე ასე მიმაჩნია და აქვე ცოტა სხვა თემაზე უნდა ვისაუბრო. თუმცა ეს თემა ძალიან მტკივნეულია პირადად ჩემთვის. ეს არის დღევანდელი ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღის და რუსული. დიახ, თბილისში პუშკინის ზეგთა რო შეიკრებდნენ, ხო? რუსეთის წარმომადგენელი და რუსულენოვანი ადამიანები ქართულიც ისმოდა, მაგრამ ეს იყო აი თავზარდამცემი, მიუხედავად იმისა, რომ მე გახლავართ რუსულენოვანი პიროვნება, მე ბაზროვნებ რუსულად, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ აი საკუთარ თავს უწოდებ საბჭოთა კავშირის მსხვერპლს. იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში აფხაზეთში ირგვლივ მხოლოდ რუსული ენა გვესმოდა, ქართულის სწავლა მომიწია საკმაოდ გვიან ალბათ. საკმაოდ გვიან, დიახ. როცა უკვე აქ ჩამოვედი, კი ვიცოდი ასობგერები, მაგრამ კითხვა არ შემეძლო სრულყოფილად და ენაც არის რა თქმა უნდა ვერ საუბრობდი და ჩემი ნატურა იყო რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში და აქ გამეჩინა შულები და აქ აღმეზარდა ისინი, რაც გავაკეთე. და ჩემთვის მიუღებელია რაც დღეს ხდება და ბათუმელების მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლები მივიდნენ, რომელიც გააპროტესტეს და ისინი ამბობდნენ, რომ მაშინ როცა გალში აკრძალა რუსეთმა ქართულად საუბარი, ხო, ქართული სკოლები დახურა და სამაჩაბლოში ვთქვათ იდევნება, ხო, ეთნიკური ქართველები და ასე შემდეგ, დაუშვებელია, რომ საქართველოში რუსული ენის დღეს აღნიშნავდნენო, ეს იყო მათი პოზიცია. თქვენ იზიარებთ ალბათ, ხო, ეს იმდენად ჩემთვის არის მიუღებელი. მე არ ვამბობ, რომ რუსული ენა მთლიანად უნდა აიკრძალოს. ვისაც უნდა ისაუბროს, მაგრამ საჯარო სივრცეში ასე ღიად აღნიშნა საქართველოში დღეს როდესაც ჯერ ენაზეა საუბარი. მიუღებელია, მე დღეს მყავს რუსულენოვანი ქართველები ნაცნობები. ჩემნაირები ზუსტად. ჩვენი თაობა უკვე ალბათ კი გამოსწორება როგორ არ შეიძლება ქართული ენის სწავლა, მაგრამ მაინც უკვე არც იმდენად მოხუცები ვართ, მაგრამ მაინც უკვე კარგი დავანებოთ თავი ამ ხალხს. ახალგაზრდებს რატომ უნდა ასწავლიდნენ და დღეს საქართველოში არის საჯარო პროპაგანდის ნაწილია ეს და ალბათ ამიტომ რომ საჯარო სკოლებში, სადაც არის რუსული სექტორი, თუნდაც კერძო სკოლებში, რომლებიც სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით ასწავლიან. რუსეთ როგორი სიტუაცია არის? არ არსებობს სახელმწიფო სტანდარტი საქართველოში შემოშავებული. სტანდარტი არ არსებობს. და რუსული სტანდარტის ისწავლება რუსული ენა საქართველოში სტანდარტით და რუსეთიდან ჩამოტანილი გამოგზავნილი სახელმძღვანელოებით, რომელიც პირდაპირ არის პროპაგანდის მატარებელი. და ჩემთვის კიდევ უფრო
აკმაყოფილებელია, ძალიან მტკივნეულია, რომ დღეს რამდენი წელი გასულია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. დღეს დედით და მამით ქართველი ბავშვები სწავლობენ რუსულ სექტორში, რუსულად და ამბობენ ზოგიერთი ქართულს ვერ ვიტანო. ეს სად აქ არის ბათუმში ეგეთი შემთხვევა? და ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს უკავშირდება სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული როგორც წას მშობლების განწყობაც აგეთია თორე რა თქმა უნდა მაგრამ მშობლების მშობლების განწყობის გამოსწორება ასე შეიძლება ასე უწოდოთ ეს სახელმწიფოს საქმეა ამ დროს მყავს ნაცნობი რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა გამოიქცა ეს საღადმო აზროვნე პიროვნება და სასკოლო ასაკის შვილი ყავდა ქართულ სექტორში შეიყვანა ეს მისი ბავშვი და როცა ვკითხენ ხო არ გაუჭირდება ბავშვი მე რაო გაუჭირდეს გადალახოს ისწავლოს მე არ მინდა რუსულად ისწავლოს ამ დროს აქვე ყავს ადამიანები რომლებიც არ იციან ქართული არც უნდათ ისწავლონ და ამ დროს ლაპს სასხამენ კიდე ქართულ ენას ზოგადად შეურაცხყოფას აყენებენ და ქართულენოვან ადამიანებსაც ხო ხადია რუსეთი ცდილობს რომ თავისი გავლენები ამ ფორმით შეინარჩუნოს რუსეთი რასაც ცდილობს ეს გასაგებია ქართველებიც იგივეს რო ცდილობენ ეს არის მიუღებელი ეს არის ძალიან მტკივნეული და აი ამ ამბავმა აღმაშფოთა დღეს ყველაზე მეტად რა თქმა უნდა სომხეთის Google შემატკივრობ მაგრამ დღეს მით უმეტეს ამის ფონზე როდესაც ჩვენი სამეზობლო საუბრობს სუვერენიტეტზე მეტ დემოკრატიაზე მეტ ევროპაზე აქ ჩვენთან სადღაც პუშკინის სკვერში რუსულენის დღეს აღნიშნავენ მაშინ როცა შენივე ტერიტორიაზე გიკრძალავენ ქართულად საუბარს ხო ამ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე გულისხმობ ბათუმელების დავწერე კომენტარი ასეთი კითხვით რატომ გვაქვს საქართველოში პუშკინის სახელობის სკვერი ქუჩები პუშკინის ლერმონტოვის და ერთ-ერთმა ქალბატონმა ასეთი პასუხი მომწერა რუსულად რუსულად მომწერა მაგრამ მე ქართულად ვუწერ იმიტომ რომ საქართველო უყვარდათ შეგაუნათლებელო კარგად იყოს. ამ დროს ეს პუშკინიც არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც თქვათ რუსეთი იყენებს, ხო? რა თქმა უნდა. კი, საქართველოს უყვარდათ. კი, დროს წარება უყვარდათ აქ. ჭამასმა და ბუნება შვენიერი ლამაზი. ეს ლავროვმაც თქვა, ხო, რუსტურის ჭამასმა უყვარს საქართველოში. არ თქვამთ რომ ქართული კულტურა უყვარს, ან ქართული სუვერენიტეტი. რუსებს დავანებოთ თავი, მათ რაც უნდათ ეს გასაგებია, მაგრამ ადგილობრივი ადამიანების რომ ამბობენ რომ ჩვენი გენეტიკური კოდი არის ხინკალი ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორია რომ ხინკლამდე და ხაჭაპურამდე დაყვანილი ადგილობრივებს მესმის სათქმელი აღარაფერი რჩება ძალიან დიდი მადლობა ნინო შევეცდები რომ ფუქუსურვილი ექნება სხვასაც ვესაუბრო გამარჯობა ბათუმელების ლაივში ხარ შეიძლება რომ მოკლედ ვისაუბროთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ეხლა საუბრობდა ქალბატონი ნინო რომ ვერა ფრენს ვერა კარგით არ უნდათ ამათ საუბარი შევეცდებით რომ სხვას ვესაუბროთ ლარა მოგესალმები. გამარჯობა. ნინო მესაუბრებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეების, რა ვიცი, ძალიან დიდი ნაწილი 555 დღეა, ხო? დგას ქუჩაში და იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს, სადღაც პუშკინის სკვერში ადამიანების რაღაც ნაწილი რუსული ენის დღეს აღნიშნავენ. შენთვის როგორც სტუდენტისთვის და ახალგაზრდისთვის რას ნიშნავს ეს, რატომ ხდება ეს? იქ რა თქმა უნდა საზოგადოების რაღაც ნაწილმა გააპროტესტა ცხადია და თქვა რომ მაშინ როცა გალში ქართველებს უკრძალავენ საქართველოს საუბარს და ქართული სკოლები იხურება, რატომ უნდა აღნიშნავდნენ ვიღაც ადამიანები თუნდაც რუსული ენის დღეს თბილისში თუნდაც პუშკინის რაღაც ძეგლთან.
რა არის ეს, რატომ ხდება და როგორი უნდა იყოს ზოგადად მსგავს აქტივობებზე საქართველოს მოქალაქეების პასუხი? Ჩვენ რას ფიქრობ? ყველა წამოჭრილ პრობლემაზე მიზეზი და პასუხი ერთი და იგივეა. ყავს რუსული ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევს რუსეთს, რომ მისი გავლენები, პოლიტიკური გავლენები არა მარტო ქვეყანას, როგორც გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ ხალხს მოახვიოს და რაღაცნაირად ეს მარწუხები, იმდენად რუსული მარწუხები იმდენად ვიჭერს, რომ ხანდახან უკვე საკმარისია, აი მე მაგალითად ტირილი დავიწყო იმის გამოსახატავად, რომ აი გაბრაზებული ვარ და აღარ შემიძლია ამ რუსული მარწუხების ქვეშ ცხოვრება. გარემოში, სადაც ქართულ ენაზე მით უმეტეს ქართულ ენაზე მეტად აფასებენ რუსულ ენას, ხო? უკვე ეს გავლენები სამწუხაროდ იმის დამსახურებაა, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი ხო და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სწორედ ენაა, ხო? ენა განსაზღვრავს ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრიობას და რას ნიშნავს ეს? და ამიტომაც რუსეთის უსვამს განსაკუთრებულად ხაზს, ხო? რუსულენოვანი მოსახლეობა და ასე შემდეგ. და რატომ აი ერთ-ერთი მოქალაქე ეუბნებოდა, რომ მე მინდა გისურვოთ, რომ გააცნობიეროთ ეს, რომ რას ნიშნავს თქვათ რუსული ენის მხარდაჭერა ოკუპირებულ ქვეყანაში და გააცნობიეროთ ის, რამდენად დიდი ბოროტებაა რუსეთი და როგორ იჩაგრებიან თქვათ ხო საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთში, სამაჩაბლოში, იმ ტერიტორიებზე, სადაც მათ არ ეძლევა თქვათ მშობლიურ ენაზე სწავლის, განათლების და საუბრის შესაძლებლობა, ხო? ხო, ამაზე რა შეგიძლია თქვა? მეტი საუბარია ამაზე საჭირო? თუ რა არის გასაკეთებელი? ხადია, რა თქმა უნდა, ბევრი რამე არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით და მათ შორის ის, რომ არა სიტყვიერად, არამედ უკვე ფიზიკურად უნდა დავიცვათ ენაც, მამულიც, სარწმუნოებაც, ისტორიაც და ყველაფერი, რაც აქამდე დაგვიგროვებია, ღირსეულად დაგვიგროვებია და სამწუხაროდ ეს ევროპული მომავალიც დასაცავი გვაქვს მის 4-5 წელია უკვე. გასული 4-5 წელია, ამიტომ ვდგავართ ქუჩაში. ეს არის ჩვენი მოტივი, რომ იმ კურსს დაუბრუნდეს ქვეყანა, რომელიც ამ ქვეყნისთვის პირველ რიგში არის ძალიან კარგი სასიკეთო საქმეების მომტანი. მათ შორის ის, რომ განვითარდეს, სწორედ განვითარდეს ქვეყანა, ქალაქები, მათ შორის ბათუმი და აი ბათუმის მოსახლეობას ძალიან ბევრი პრეტენზიები აქვს რუს ტურისტებზე ბათუმში. ხო, რატომ? იმიტომ რომ მათში არის რეალურად პროტესტი შეგრძნება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად რუსი უზით არის გაქირავებულ სახლებში, რესტორნებში, რუსები რესტორნებს, ანუ ყველაფერს ართმევენ ქართველებს რუსები სამწუხაროდ და ამ ყველაფრის წართმევის ხარჯზე მერე ქართველები უბრალოდ ვემონებით ამ რუსებს. სამწუხარო რეალობა ეს არის. შესაბამისად, ან ძულებული არიან რომ ემიგრაციაში დავიდნენ და სხვაგანი ეძებონ სამუშაო და სარჩო, ასე რომ თქვა. კი ბატონო, შესაბამისად დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ეს რუსული ზეგავლენების შემცირება მოხდება მაშინ, როცა გაცნობიერება მოხდება თითოეულ მოქალაქეში, საქართველოს მოქალაქეში, რომ პირველი ესე პოლიტიკური არეალი იწყება ოჯახიდან, იწყება იმ გარემოდან, სადაც ისინი ყოველდღიურ რუტინას ასრულებენ, მათ შორის სამსახურებში, მათ შორის თეატრებში, ყველგან არის პოლიტიკა. პოლიტიკის გარეშე სამწუხაროდ საბედნიეროდ, ჩემი აზრით, არ შენდება ხელისუფლება და მათ შორის არანაირი განვითარება არ ხდება ქვეყანაში. მადლობა ლარა. ბათუმელების ჩართვას ვინც ახლა შემოვიერთით, შეგახსენებთ მეგობრებო, რომ 555 დღეა უკვე, რაც საქართველოს მოქალაქეები არიან პროტესტში, საპროტესტო აქციები იმართება მათ შორის ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, აქვე არის საკონსტიტუციო სასამართლოც და იცით რომ საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ახალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. მადლობა რომ ჩვენთან იყავით, იღებთ ჩვენგან ინფორმაციას. შეგიძლიათ ასევე თვალი ავდევნოთ ქვეყანაში მიმდინარე ახალ ამბებს ბათუმელები ჯიზე. მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ გვისმენდით. მე ახლა დაგემშვიდობებით. ხვალამდე.